სიმართლე გითხრათ, გული სამრევი არას და ემსგავსა ეს ყველაფერი. სოციალური ქსელები ერთგვარ კომბაინად იქცა, სადაც ერთმანეთისგან მოპარული იდენტური იდეები იმავე გამაღიზიანებელი მუსიკით იდირთება და ვერ ხვდები რანაირად არის ეს ყველაფერი უფრო მოსაწონი, ვიდრე რამე საინტერესო და უნიკალური კონტენტი. თული შესამჩნევი არაა, რომ სწრაფი პოპულარობის მიღწევის მიზნით ხელოვნება სწრაფმა და მარტივმა კონტენტმა შეცვალა და მარაზმულ დონემდე გაამარტივა, რომელიც საერთოდ არ ასახავს მის შემქმნელს. თუ გსურს სწრაფად და მარტივად იყო შემჩნეული, ტრენდებს მიყევი და შექმნი უბრალო და ზედაპირული კონტენტი, რათა მაყურებელმა ზედმეტად არ დაძაბოს ტვინის უჯრედები. აუცილებელი არაა გესმოდეს ან გქონდეს რამე კავშირი იმასთან, რაზეც საუბრობ. მთავარია იყოს ტრენდის ნაწილი, რომელსაც პლატფორმები ხელს უწყობენ. მათი ალგორითმები უპირატესობას ანიჭებენ ტრენდული შაბლონით შექმნილ ფორმატს და რეკომენდაციას უწევენ ისეთ კონტენტს, რომლის გამეორებაც აუდიტორიის დიდ ნაწილს შეუძლია და შესაძლოა პოპულარობაც მოგითანოს, რომელსაც შემოსავალიც მოაქვს. ხშირად საეჭვო პროექტების და პროდუქციების დარეკლამებით. ხომ იცი, ფულსუნი არასდის. მაშინ მოდი პროსტიტუციით ან ბარიგობით დავსაქმდეთ, თუ ფულსუნი არასდის. ეს პლატფორმები არაა შექმნილი კრეატივისთვის, არამედ იმისთვის, რომ იყოთ დამოკიდებულები მათზე. დაიმახსოვრე, კონტენტის უგონებლად კოპირებით შენ თავს ავნებ და შენს განვითარებას აჩერებ. არ სწავლობ არაფერ ახალს, არ გაქვს დიალოგი და კონფლიქტი საკუთარ თავთან და ნელ-ნელა კრეატიულ დეგრადაციას განიცდი. საჭიროა დანახულის გაფილტრვა და გადამუშავება ახალ ფორმაში და ახალ იდეაში, ისე, როგორც შენ ხედავ და გრძნობ ამას. იმის მაგივრად, რომ სხვებს მიბაძო, ორი უგდე საკუთარ თავს, რას გრძნობ და რას ფიქრობ და განვითარდი როგორც ხელოვანი. რთულია შექმნა რამე ისეთი, რითიც იამაყებ, თუ საკუთარ თავს არ იცნობ და არ გაქვს საკუთარ თავთან კავშირი.